მოგესალმებით, მე გახლავართ ნათია ქარწყია, სურსათერმონის სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი. ჩვენ დღევანდელი პრეზენტაციის თემა გახლავთ პირადი დაცვის აღჭურვილობა საველე ვეტერინარებისათვის. რა არის პირადი დაცვის აღჭურვილობა და რა მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას? Პირადი დაცვის აღჭურვილობა არის სპეციალიზებული ტანსაცმელი ან აღჭურვილობა ველზე მომუშავე პერსონალისთვის. ინფექციურ აგენტებთან მუშაობის დროს ის წარმოქმნის დამცავ ბარიერს ბიოლოგიური საფრთხეებისგან თავის დასაცავად. Პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებამდე პერსონალმა უნდა გაიაროს სწავლება, რომ შემდგომ რისკის შეფასების საფუძველზე შეძლოს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა დონის პირადი დაცვის აღჭურვილობა დასჭირდება ველზე მუშაობის დროს. გადაუდებელი სიტუაციების დროს და ასევე უცნობი ეტიოლოგიით მიმდინარე ინფექციური დაავადებების დროს პირადი დაცვის აღჭურვილობის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოება, რომ ველზე შესაძლოა წარმოქმნილია დაბინძურების მაღალი დონე. და შესაბამისად პირადი დაცვის აღჭურვილობის შერჩევა უნდა მოხდეს ამაზე დაყრდნობით. Ახლა წარმოგიდგენთ პირადი დაცვის აღჭურვილობის ინვენტარს, თუ რა შედის პირადი დაცვის აღჭურვილობაში. თვალის და სახის დაცვა. თვალების დასაცავად გამოიყენება დამცავი სათვალე, რომელიც წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნას დაბინძურებულ კერაში შესვლისას. თუ დაგეგმილი პროცედურების შესრულებისას მოსალოდნელია დიდი ოდენობით ჩხებების წარმოქმნა, მაშინ სახის დასაცავად დამატებით შესაძლოა გამოყენებული იქნეს სახის დამცავი ფარი. გამოყენების შემდგომ მრავალჯერადი საშუალებას უტარდება გარეცვლა დეზინფექცია, ხოლო ერთჯერადი საშუალებების ხდება ერთჯერადად გამოყენებული საშუალებების მოთავსება ბიონარჩენების პრაქტიკაში შემდგომი განადგურების მიზნით. რაც შეეხება დაცვა ტანსაცმელს და ქუდს, ესეც რისკების შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა, რომელი ტანსაცმელი უნდა იქნეს გამოყენებული ველზე მუშაობის დროს. ამ დროს უნდა განისაზღვროს რა სახის პათოლოგიურ მასალასთან გვექნება შეხება. ხალათი გამოიყენება იმ დროს, როცა ძირითად ვეტერინარ მანიპულაციებს ვასრულებთ, ასევე ასე ვთქვათ, ცხოველთა ვაქცინაცია იქნება ეს ცხოველების ინსექტოაკარიციდებით დამუშავება, ხოლო კომბინიზონი გამოყენებული უნდა იქნეს ველზე სხვადასხვა სახის პათოგენების ნიმუშების აღების დროს. დამატებით წინსაფარის გამოყენება უნდა მოხდეს მაღალი დაბინძურების არსებობის შემთხვევაში, თავის მიდამოს დასაცავად გამოიყენება კომბინიზონის ქუდი, ან შესაძლოა ასევე გამოყენებული იქნეს ცალკე ქუდი, ასე ვთქვათ, სპეციალური ჩაჩი. ფეხების და ხელების დაცვა. ველზე მუშაობის დროს ფეხების დასაცავად გამოიყენება რეზინის ჩექმა. აუცილებლად უნდა შევამოწმოთ, რომ რეზინის ჩექმის მთლიანობა არ იყოს დარღვეული. დამატებითი ბახილის გამოყენება შეიძლება რისკების შეფასების საფუძველზე, თუმცა ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შეირჩეს ისეთი ბახილი, რომელიც ველზე მუშაობის დროს არ მოცურდება, არ მოსრიალდება და არ შექმნის დამატებით საფრთხეს. ხელთათმანები წარმოადგენს პირველად ბარიერს პიროვნებასა და საფრთხეს შორის. გამომდინარე აქედან უბრალო მანიპულაციების დროსაც კი, როგორც არის ცხოველების ვაქცინაცია, სავალდებულოა მომუშავე პერსონალმა გამოიყენოს ერთჯერადი ხელთათმანი. ხოლო განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის დროს გამოიყენება ორმაგი ხელთათმანი. ხელთათმანი უნდა ფარავდეს ტანსაცმლის მანჟეტს. ასე ვთქვათ, ხელთათმანს რო გავიკეთებთ და კომბინიზონს ჩავიწმევთ, არ უნდა გამოჩნდეს კანის ნაწილი, გადადებული უნდა იყოს კომბინიზონის მანჟეტზე. რაც შეეხება რესპირატორულ დაცვას, რესპირატორს, რომელსაც გამოვიყენებთ, უნდა ქონდეს მითითებული ინფორმაცია, დატანილი უნდა იყოს მასზე ინფორმაცია მისი დამცველობითი ხასიათის შესახებ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ რესპირატორი, რომელსაც არ აქვს აღნიშნული ინფორმაცია. არსებობს სხვადასხვა სახის და სხვადასხვა დამცველობითი დონის რესპირატორები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის რესპირატორები, სხვადასხვა ქვეყნის მიერ ნაწარმოები რესპირატორები, მაგალითად N95, N99 NAC არის ამერიკის სტანდარტი, ხოლო FFP2, FFP3 და P3 გახლავთ ევროპის სტანდარტი. N95 და N99 და NAC ანალოგები არიან ესენი, ანუ N95 მსგავსი არის FFP2, რომელსაც აქვს 95 და 99%-იანი დამცველობა
ინფექციური აგენტების შეღწევისადმი, უფრო სწორად, N99 და FFP3-ს აქვს 99%, N-ს აქვს 99 და 97, ხოლო P3-ს 99.95%. რესპირატორები გამოყენებული უნდა იქნეს აუცილებლად უშუალოდ ინფექციურ აგენტთან მუშაობის დროს. რაც შეეხება პირადი დაცვის აღჭურვილობის ჩაცმას, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირადი დაცვის აღჭურვილობის სწორად ჩაცმას და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირადი დაცვის აღჭურვილობის სწორად გახდას, იმიტომ რომ გახდრის დროს შესაძლოა ჩვენ არასწორი მანიპულაციით და არასწორი ქმედებით მოვახდინოთ როგორც ჩვენი თავის დაინფიცირება, ასევე დაავადების გავრცელება. საველე ვეტერინარმა სამუშაოს დაწყებამდე უნდა გამოყოს პირობითად სუფთა და დაფინჯვრებული ზონა, გაშალოს საფენი პარკი, მოამზადოს სადეზინფექციო აბაზანა პარკები ბიონარჩენებისათვის და ასევე ყველა საჭირო ინვენტარი, რაც დასჭირდება კონკრეტულად რაღაც მანიპულაციის განხორციელების დროს. თავდაპირველად უნდა მოხდეს კომბინეზონის ჩაცმა, ის უნდა იყოს შესაბამისი ზომის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პატარა, შესაძლოა იყოს ოდნავ დიდიც კი, რათა თავისუფლად შეძლოს ჩაცმა და გახდა და მოძრაობა და ასევე მუშაობის დროს მისი პატარა ზომის გამო არ დაიღოს ფრთლიანობა და არ შეგვიქმნას საფრთხე. კომბინეზონი შესაძლოა იყოს ჩარჩით და ბახილით ან მათ გარეშე. ამის შემდგომ, კომბინეზონის შემდგომ უნდა ჩავიცვათ რეზინის ჩექმა, ტაივეკის ფეხი უნდა გადმოვიდეს რეზინის ჩექმაზე გარეთ, არავითარ შემთხვევაში ტაივეკის ფეხი არ უნდა ჩატანილი იქნას რეზინის ჩექმაზე, რადგან ეს წარმოადგენს საფრთხეს და ამით შესაძლოა მოხდეს ჩვენი დაინფიცირება. ასევე გახდის დროს უფრო საშიშია აღნიშნული მეთოდით ჩაცმა, თუმცა ისედაც არ შეიძლება რომ გარეთ შიგნით იყოს ჩატანებული. ჩექმის ზემოდან ბახილის ჩაცმა უნდა გადაწყდეს რისკის შეფასების საფუძველზე. არის თუ არა საჭირო დამატებით ბახილის ჩაცმა. რეზინის ხელთათმანი უნდა გაკეთდეს ორმაგი ხელთათმანი. პირველი წვრილი ხელთათმანის ხელთათმანი უნდა იყოს კომბინეზონის შიგნით, შიგნით მხრიდან დაფიქსირებული, ასე ვთქვათ, მანჟეტთან ახლო უბნის ცერათიძე ჩამოცმით უნდა მოხდეს მისი მოთავსება კომბინეზონის შიგნით, ან წინასწარ შეგვიძლია აი ეს ცერათითის ნაწილი, სადაც მოხდება, გავჭრათ მაკრატით, ან ჩავხიოთ იმ ხელით, რომელზეც არ გვიკეთია ხელთათმანი და ხელთათმანის ჩაცმის მერე გადავიცვათ ის ზემოდან და შემდგომ გავიკეთოთ მეორე ხელთათმანი. მეორე ხელთათმანის ჩაცმის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია აქ მანჟეტსა და ხელთათმანს შორის გადავაკრათ წებოვანი ლენტი, სუბუქად, არაძლიერად, რომ გახდის დროს არ შეგვშელოს ხელი და ასევე წებავი ლენტის ბოლო ნაწილი უნდა მოვკეცოთ, რომ გახდის დროს ადვილი იყოს მისი მოშორება, მისი მოხსნა. ასევე რისკის შეფასების საფუძველზე უნდა გავიკეთოთ რესპირატორი და სათვალე. რესპირატორი უნდა დავიჭიროთ ერთი ცალი ხელის მტევნით, რეზინები უნდა იყოს მოთავსებული ქვემოთ, სახეზე მორგების შემდგომ თავზე გადავიტაროთ ჯერ რესპირატორის ქვედა რეზინი და შემდგომ ზედა რეზინი. ცხვირზე უნდა მოვიგოთ რესპირატორის დრეკადი ჩანართი, ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ, ამოძრავოთ თავი, რათა დავრწმუნდეთ, რომ რესპირატორი მჭიდროდ არის მორგებული. შემდგომ უნდა გავეკეთოთ დამცავი სათვალე, თავზე უნდა დავიფაროთ კომბინეზონის ქუდი ან ცალკე ჩაჩი. დამატებითი აღჭურვილობის შემთხვევაში შესაძლოა გავიკეთოთ წინსაფარი და სახის დამცავი ფარი. რაც შეეხება პირადი დაცვის აღჭურვილობის გახდას. საველე ვეტერინარმა პირადი დაცვის აღჭურვილობა უნდა გაიხადოს პრინციპით შიგნიდან გარეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ შევეხოთ კონტამინირებული ხელებით შიდა ტანსაცმელს. ხოლო ყველა აღჭურვილობის გარეთა ნაწილს უნდა შევეხოთ მინიმალურად, ანუ ხელით,
მინიმალურად შევეხოთ როგორც გარე ნაწილებს, ასევე უნდა ავიცილოთ შეხება კომბინეზონის შიდა ნაწილთან. ტაივეკის ქუდი უნდა მოვიხსნათ, მსუბუქად მოვიხსნათ და ჩავაგდოთ ბიონარჩენების პარკში. შემდგომ ერთი ხელი უნდა მოვკიდოთ კომბინეზონის ერთ ნაწილს, ხოლო მეორე ხელით მოვახდინოთ ელვა შესაკრავის გახსნა ბოლომდე. კომბინეზონის გახსნის შემდგომ ორივე ხელით დავიჭიროთ კომბინეზონი გარეთ ზედაპირიდან და ვეცადოთ მთხრების და ხელების მოძრაობით გავიხადოთ პრინციპით შიგნიდან გარეთ. არ შევეხოთ შიდა ზედაპირს. და გარეთა მხრიდან ნელ-ნელა ჩავახვიოთ ჩვენი კომბინეზონი. კომბინეზონის სახელოებიდან ხელები უნდა გამოვყოთ ისე, რომ გარე ხელთათმანი დარჩეს კომბინეზონის სახელოებზე. ანუ, როცა კომბინეზონს გავიხდით, ეს შიდა ნაწილი, კომბინეზონის შიდა ნაწილი დარჩება გარეთ, ასევე ხელთათმანის შიდა ნაწილი, რომელიც სუფთა ნაწილი არის, დარჩება გარეთ, ხოლო კონტამინირებული ნაწილი ხელთათმანის და ტაივეკის უნდა მოყვეს შიგნით. შიგნით და ხელთათმანით უნდა შევეხოთ კომბინეზონის სუფთა ზედაპირს, როცა ვიხდით ქვემოთ უკვე, ჩავდივართ და ჩექმებზე უნდა გადავიტაროთ და კომბინეზონი უნდა გადმოვატაროთ ჩექმების ტოტზე. ან ჩექმებიდან ამოვყოთ, ასე ვთქვათ, ფრთხილად კომბინეზონი. კომბინეზონის გახდის შემდგომ უნდა დავახვიოთ კომპაქტურად, ისე რომ კონტამინირებული ნაწილი, როგორც ვთქვით, მოექცეს შიგნით. პირადი დასახჭურლობის კომბინეზონი აუცილებლად უნდა მოთავსდეს ბიოსაფრთხოების პარკში. ახილების გამოყენების შემთხვევაში ისინი უნდა გავიხადოთ შიგნიდან გარეთ პრინციპით და არ უნდა შევეხოთ მის დაბინძურებულ ზედაპირს. ახილების გახდის შემდგომ გადავდგათ ფეხი სუფთა ზონაში. ანუ ჯერ ვიხდით პირველ ბახილს, გადავდგათ ფეხს სუფთა ზონაში, შემდგომ გავიხდით მეორე ბახილს და გადავდგათ ფეხს სუფთა ზონაში. დამცავი სათვალე უნდა მოვიხსნათ იმ შესაკრავით, რომელზეც ქუდი იყო დაფარებული, ასე ვთქვათ, ეს სუფთა ნაწილი არის ამ დამცავი სათვალის და არ უნდა არაფერ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ მის წინა ნაწილს. ასევე ამგვარი პრინციპით უნდა მოხდეს რესპირატორის გახდაც, უნდა ჯერ მოვკიდოთ ხელი რესპირატორის რეზინს ქვედა ნაწილს, გადმოვატაროთ და შემდგომ ზედა ნაწილს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ თვითონ რესპირატორს. გამოყენებული რესპირატორი უნდა მოვათავსოთ ბიოსაფრთხოების პარკში გასანადგურებლად, ხოლო სათვალე შესაძლოა გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია. თუ ჩავთვლით, რომ სათვალე ძლიერ დაბინძურებული არის და შეუძლებელია მისი გარეცხვა და შემდგომი დეზინფექცია, მაშინ ის უნდა მოთავსდეს ბიოსაფრთხოების პარკში შემდგომი განადგურების მიზნით. შიდა ხელთათმანი უნდა გავიხადოთ ისე, რომ არ შევეხოთ ხელის ზედაპირს და მოვათავსოთ ბიოსაფრთხოების პარკში. ბიონარჩენების პარკი უნდა შევკრათ ისე, რომ არ შევეხოთ მის შიგნითა ზედაპირს, ამასთანავე უნდა ჰაერით არ უნდა იყოს გადავსებული და ასე ვთქვათ, დავაკრათ ეტიკეტი თუ რა სახის ბიონარჩენი არის. არ უნდა გადავაგდოთ ბიონარჩენების პარკი უკონტროლოდ, არ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში მისი ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაყრა და ის უნდა იყოს მიტანილი ლაბორატორიაში და ჩაუტარდეს დეკონტამინაცია და ინსინერაცია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.